ხოლო თბილისის მერიაში საჯარო მოხელეთა ატესტაცია იწყება. ეს თემა კი საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციური ფრაქციები ატესტაციის მეორე ეტაპზე ვიდეოკამერების დაშვებას ითხოვდნენ. ის არასამთავრობო ორგანიზაციები კი, რომლებიც ამ პროცესზე არ დაუშვეს, ატესტაციას წინასწარ უნდობლობას უცხადებენ. თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პირველი ეტაპი იწყება. ეს საკითხი საკრებულოს ხდომაზე დაპირისპირების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ გახდა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები კვლავ მოითხოვენ გამჭვირვალეობისათვის ატესტაციაზე ვიდეოკამერები მეორე ეტაპზე მაინც დაუშვან. დაუშვა კონკრეტული შეკითხვა საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც არიან საკონკურსო საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში, იქნებ გვიპასუხონ, რომელმა ორგანიზაციამ შეადგინა ტესტების სამართლებრივი ნაწილი, ვინაიდან უნარების ნაწილი შედგენილია ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ, თუმცა სამართლებრივ ნაწილზე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ მათ შედგენილი არ არის. ტესტური დავალებები, რომელიც საგამოცდო საატესტაციო ტესტში მოხდება, შედგენილია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. აქედან გამომდინარე კონფიდენციალობაზეც, დავალებების კონფიდენციალობაზე და მთლიანად ორგანიზაციული ნაწილის კონფიდენციალობაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი მოთხოვნაა მეორე ეტაპზე საატესტაციო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეიყვანონ, რასაც ფრაქცია ბურჯანაძე დემოკრატები და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც იზიარებენ. ერთიანები დემოკრატები მიყვაჩნია, რომ ყველანაირი ატესტაცია უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ბატონირების მიერ წარმოქმნილ კანონპროექტს. ყველანი შევთანხმდით და იყო საერთო თანხმობა, რომ ოპოზიციის ერთი წარმომადგენელი მაინც აუცილებლად იქნებოდა ამ კომისიაში და ხედავთ, შემდეგ ქვეყნდება ერთი კვირის თავზე დებულება და 30 კაციან კომისიაში ნატამალი არ არის ოპოზიციის. ეს არის ძალიან არასერიოზული ქცევა და შეურაცხყოფელი ქცევა. იმისთვის რომ პროცესი იყოს ნორმალური, მე ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ და იმისთვის რომ პროფესიონალები, ვინც არიან მერიაში, არ დარჩნენ სამსახურებს მიიღოთ, არ ვიცი, მე ასეთი რამ თუ მოხდებოდა ჩემ თავს კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცოდი, მაგრამ პროცესის ჯანსაღისთვის მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა მხარდასაჭერია. ნაციონალების ინიციატივას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წევრები. საკითხის განხილვისას საკრებულოს ხდომაზე დღეს დაპირისპირებაც მოხდა. არ გვინდა დებატობის რეჟიმი ირაკლი ესეც რა დავაცხადოთ და მე გავცემო. ჩემი სიტყვა გეკნება და მაშინ გამეცე პასუხი და ძალიან მოვიდა. არასამთავრობო სექტორს მომეთა სპეკულირებს ოპოზიციური სპექტრი, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორი არის ალაპარაკებული. ესეც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ეს ადამიანები და ეს ერთი წუთი შეიძლება დავამთავრებ აქტიურობენ, ვინაიდან ჩვენმა ხელისუფლებამ ცხადყო და ხელყო დემოკრატიული გარემო და ასე ვთქვათ ვითარდება სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორი. ტესტირების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას ეჭქვეშ აყენებს ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთაც მონიტორინგზე უარი ეთქვათ. აღნიშნული ქმედება მერიის მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან არის აღქმული შემდეგნაირად, რომ მერიას არ სურს, რომ აღნიშნული საატესტაციო გამოცდები იყოს ჩატარებული გამჭვირვალედ, იქიდან გამომდინარე, რომ არის ასე ვთქვათ ინფორმაცია, რომლის თანახმად მერიამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, რომ კონკრეტულად ისინი ჩართული იყვნენ, რაც ჩვენი ორგანიზაციის თვალსაზრისით არ არის ნორმალური ფაქტი. ატესტაციის პროცესს დააკვირდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი. ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ მერიას დამკვირვებლის სტატუსის ხომსურველი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც უნდა მიეცა. თუ ჩვენ რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ჩავხვდეს კომისიაში, ჩავხვდეს იმ ნიშნით, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამჭვირვალობის და გახსნილობის ხარისხი იყოს ძალიან მაღალი, შესაბამისად იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესში დაკვირვების სტატუსით, მათ ეს შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მერიის მოხელეთა გამოცდებს თბილისის მერის მოადგილე და საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილიც გამოეხმაურა. საკონკურსო საატესტაციო კომისიამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არა კომისიის წევრებად, არამედ უბრალოდ დამსწრეებად ექონდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენის საშუალება. მერიაში ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ტესტირება, მეორე კი გასაუბრება იქნება. გამოცდა ტარდება ელექტრონული სახით, ანუ კონკურსანტს მოუწევს კომპიუტერზე, ეკრანზე
პასუხის გაცემა შეკითხვებისთვის. იქნება 60 შეკითხვა, იქნება 4 სავარაუდო პასუხი თითოეული შეკითხვისთვის და კონკურსანტი აღნიშნავს იმ პასუხს, რომელსაც მიიჩნევს, სწორ პასუხად. თითოეული სწორი პასუხისთვის იღებს 1 ქულას და დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ქულა, ანუ რამდენი სწორი პასუხი, რამდენი ქულა დააგროვა კონკურსანტმა. მერის მოხელეთა ტესტირება ელექტრონულად სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ჩატარდება. ტესტირების მონაწილეებმა შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად 60 კითხვიდან მინიმუმ 45 სწორი პასუხი უნდა გასცენ. ამისთვის მათ 2 საათი ექნებათ.